Დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაზიაროთ მაღალმა ღმერთმა. მინდა ერთ კომენტარს უპასუხო. რაც არ უნდა ილაპარაკონ, ვინც არ უნდა იყოს დღეს ვინც ხელისუფლებას მიუხედავად ბევრი რამისა, გვერდში არ დაუდგება მტერია. ქვეყნის ნებით თუ უნებლიეთ. ანუ ხელისუფლებას გვერდით ვინც არ დგას, ყველა არის მტერი. ადამიანის განცხადებით ასე ჩანს. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ საუბრობთ ქვეყნის ხელისუფლების დამხობაზე, ნებისმიერი სახით ძალადობა, ანუ ხელისუფლების ძალით დამხობა, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და ეს აუცილებლად უნდა იქნას აღკვეთილი და რელიგიურ თვალსაზრისით ხელისუფლების დამხობა ეს არის ეშმაკის საქმე. ყველა სახის რელიგიურწოდებული რევოლუციები თავისი არსით, თორემ რევოლუცია შეიძლება რაღაც ცვლილებასაც უწოდონ ზოგად კონტექსტში. ამაზე არ არის საუბარი, რევოლუცია, რომელსაც სისხლიანი რევოლუციები, ყველა შემთხვევაში ეს არის ეშმაკის საქმე და არ არის ღვთის საქმე. ამიტომ ხელისუფლების ძალით დამხობა, რაც არ უნდა ცუდი იყოს ის, არ შეიძლება. მაგრამ როდესაც საქმე ეხება ქვეყნის მიმართ ჩადენილ ბოროტებას, ამ შემთხვევაში ხელისუფლებისადმი მხარდაჭერა ნიშნავს ბოროტების თანამონაწილეობას. აი მაგალითად, იგივე ლოგიკით წმინდა გიორგი დამნაშავეა, რადგან დიოკლეტიანეს გვერდით არ დაუდგა. დამნაშავეა წმინდა გიორგი და წმინდანები, რომლებიც აწამეს მტარვალმა ხელისუფლებებმა, რადგან ხელისუფლების რჩევა არ გაეთვალისწინა, მაშინ მტერი ყოფილან ისინი. საქმე იმაშია, რომ ხელისუფლებისადმი მორჩილება არის აუცილებელი, ოღონდ როდესაც ხელისუფლების ქმედება ემთხვევა ღვთის ნებას, ანუ ღვთის ნების საწინააღმდეგო თუ კი არ არის, ხელისუფლებას უნდა ემორჩილებოდა. ხელისუფლებას უნდა ემორჩილებოდა ყველანაირი სახის გადაწყვეტილებებში, რომლებიც ეს არის სახელმწიფოებრივი საქმეები, მაგრამ როდესაც იცი, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ნარკოტიკებით ეწევა საკუთარი ხალხის, ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის გენოციდს, როდესაც იცი, რომ ხელისუფლება კაზინოების მეშვეობით ძარცვავს ქვეყანას და როდესაც იცი, რომ ხელისუფლება ღამის კლუბების, გარყვნების ბუნაგების მეშვეობით რყუნის ახალგაზრდობას. და როდესაც იცი, რომ ხელისუფლება განათლების სისტემა მიშვებული ყავს და იზრდებიან ისეთი თაობები, სადაც გმირები არის შუათით გაკეთებული გოგონები და კოლექტიური ლაზარე გრიგორიადისები. აი ასეთი ხელისუფლება როცა გვყავს, ასეთ საქმეებში ხელისუფლებისადმი მხარდაჭერა ნიშნავს თანამონაწილეობას ამ ბოროტმოქმედებაში. ჩვენ ამ შემთხვევაში ხელისუფლებაში ყოფილი ადამიანებისადმი მხარდამჭერა მათი საქმეების, ბოროტის საქმეების მხარდაჭერით კი არ უნდა გამოიხატებოდეს, შემოძვირფასებოდ. თუ ის ხალხი გვიყვართ ჩვენ მათ უნდა ვამხელდეთ იმ ბოროტმოქმედებაში, რასაც ჩადიან ქვეყნის წინააღმდეგ. არა და ნამდვილად ასეა, მეგობრებო. ამ ხელისუფლების ხელში ბოლო 12 წელიწადიან ნარკოტიკები ყვავის. ნარკოტიკებით ხდება ერის გენოციდი. კაზინოებით ძარცვა და ღამის კლუბებით, გარყვნების ბუნაგებით ახალგაზრდების გარყვნა, ხოლო განათლების სისტემა ზრდის ისეთ თაობას, სადაც გმირია ლაზარე გრიგორი, კოლექტიური ლაზარე გრიგორიანსები, თუმცა პიროვნულად არაფერი პრობლემა არ მაქვს მათ პიროვნების მიმართ და ასევე შუათით, ქუჩაში შუათით გაკეთებული გოგონა არის გმირი. აი ასეთი თაობა იზრდება ამ ხელისუფლების ხელში. და ეს არის შესაძლებელი და თუ ჩვენ არ გვინდა რომ მტრობა ვიქონიოთ ქვეყნის მიმართ, ეს უნდა ვთქვათ. ხოლო ამ კომენტარის ავტორს კი მიმართავდი, რომ პირადად შემხვდი დიდი სიყვარულით, რა თქმა უნდა, ქრისტეს სიყვარულით და პირადად ვისაუბროთ, რა არის მტრობა ქვეყნისა და რა არის აი როგორი სიტყვა ვიხმარო, ხელისუფლებისადმი მაამებლობა და ქვემზრომობა. დაგლოცოთ და გაგახაროთ და გაგაზიაროთ მაღალმა ღმერთმა.